ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი, ამოცანა ნომერი 2. რომელ წერტილში მიიღება A წერტილის გამოსახულება ლინზაშიო? ასეთი კითხვა გვაქვს. კარგით, ესე იგი ჩვენ რა გვაქვს ახლა აქ? გვაქვს პირველ რიგში აი ეს შემკრები ლინზა, ეს ისრები, სწორედ ამას მიუნიშნებს, იმ შემთხვევაში თუ ეს ისრები, აი ასეთი სახის იქნებოდა, მაშინ საუბარი იქნებოდა ამ შემთხვევაში გამძლე ლინზაზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ლინზა არის შემკრები და გვაქვს A წერტილი, რომელიც წარმოადგენს გამომსხივებელს, ხო? ახლა აქ ამ გამომსხივებელისგან სხივდება რა ყველა მიმართულებით. სხივები, მოდი განვიხილოთ. ის სხივი, რომელიც წარმოადგენს მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურ სხივს და ეცემა ლინზას, ასე და გარდატეხის შემდეგ იმ წერტილს, რომელშიც გაივლის გვეძახით ჩვენ მთავარ ფოკუსს, ესე იგი ეს ისე გარდატყდება, რომ ეს გაივლის მთავარ ფოკუსში და როგორც ხედავთ მეოთხე წერტილში გაიარა, ხოლო ის სხივი, რომელიც მთავარ ოპტიკურ ცენტრში გაივლის, საუბარია აი ამ სხივზე, გავატაროთ. აი ეს სხივზეა საუბარი. გაივლის ლინზაში გარდაუტეხად, ანუ მიმართულებას არ შეიცვლის გარდატეხილი სხივი და როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში, მიღებული გამოსახულება A წერტილი მოხდა მეოთხე წერტილში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პასუხი იქნება სწორედ მეოთხე. პასუხი D.